whatever it takes. გამარჯობა, მოგესალმებით გმირთა სამყაროში. ჩემი სახელია სამარიტელი. 14 მარტს შუა დღის დაახლოებით 4 საათზე ჩემთვის ვიყავი და ახალი ვიდეოსთვის ვიწერდი ხმას. ამ დროს გაისმა ხმა ჩემი მობილურიდან, რომელიც მათყობინებდა, რომ შურისმაძიებლების საბოლოო ეტაპის ახალი ფინალური ტრეილერი გამოვიდა. ეს ხუთშაბათი რაღაც უცნაურად მაქვს დაწდილი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა არ გამოტოვოთ ჩვენი მომდევნო ვიდეოები. ახლა კი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ვისაუბროთ ამ ახალ და ძალიან მაგარ ტრეილერზე. Like 1,000 years ago, I fought my way out of that cave, became Iron Man. Realized I loved you. I know I said no more surprises, but I was really hoping to pull off one last one. პირველი ტრეილერის მსგავსად ეს ტრეილერიც იწყება კადრებით, რომელშიც ჩანს ტონი სტარკი და ასევე ახლავს მისი სიტყვები. თუმცა პირველისგან განსხვავებით ტონის სიტყვები უფრო პირადულია ამ შემთხვევაში და ახალ კადრებთან ერთად ვხედავთ კადრებს პირველი რკინისკაცის ფილმიდან და ასევე კიდევ რამდენიმე ცნობილ მომენტსაც. სულ პირველი მომენტი არის ის, როცა ტონი გამოაღწია გამოქვაბულიდან, რომელშიც ააწყო მან მისი პირველი ჯავშანი და ახალი გული. ეს კადრები, რომლებიც ძველი ფილმებიდანაა, არის გაშავთეთრი ნაცრისფერებული და გამოკვეთილია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფერი, წითელი. და ეს არა მარტო ტონის სცენებზეა ასე. თელს ტრეილერში ყველა წინამორბედი ფილმიდან გამოყენებული სცენა ამ ფერებითაა გამოყვანილი. რასაკვირველია, ეს ფერები ორ რამეს უნდა ნიშნავდეს. ნაცრისფერი ეს იქნება ტყვისთვის, ხოლო წითელი ეს იქნება სისხლისთვის. რაც გასაკვირველია, თქვენით მიხვდებით, რასაც უნდა ნიშნავდეს. სანამ შემდეგ კადრებზე გადავალთ, უნდა ვლაპარაკოთ ტონის სიტყვებზე. ის რა თქმა უნდა პეპერისთვის იწერს მის დამშვიდობებას და იხსენებს იმ მომენტებს, რომლებიც პარალელურად გადის ტრეილერში. საინტერესოა მისი ბოლო წინანდება, რომლის მიხედვითაც ის კიდევ ერთ სიურპრიზის მოწყობას აპირებს. როგორც მიხვდით, ეს სიურპრიზი გახლავთ ის სცენა, რომელიც ამ ფილმის 30 წამიან ტრეილერში ვნახეთ, სადაც ტონი და ნებულა ერთად მოქმედებენ თავიანთი თავების გადასარჩენად. The world has changed. None of us can go back. All we can do is our best. And sometimes the best that we can do is to start over. შემდეგი მონაკვეთი გვიჩვენებს ისევ ძველ გმირებს, ახლა უკვე კაპიტანი ამერიკის პირველი ფილმიდან და ამასთან ვხედავთ რამდენიმე ახალ მომენტსაც. შემდეგ ვხედავთ კლინტ ბარტონს და მის გოგონას, რომელიც სავარაუდოდ თანოსის თითების კაცოს შეეწირა. ბევრი ადამიანის აზრის ეს გოგონა შეიძლება იყოს კეიტ ბიშოპი. ის გახლავთ ქორის თვალის მოწაფე კომიქსებში და ძალიან პოპულარული პერსონაჟი. თუმცა არა, ეს გახლავთ კლინტ ბარტონის შვილი. სავარაუდოდ ამ მომენტს მაშინ ვნახავთ, როცა კლინტი მოყვება მისი კატასტროფის შესახებ. იმ კატასტროფის, რომელიც აიძულებდა მას, რომ გამხდარიყო რონინი. ეს რა თქმა უნდა მისი ოჯახის სიკვდილი. ამ მონაკვეთში საინტერესოა პეგი კარტერის სიტყვები, რომლებიც მან კაპიტანი ამერიკის მეორე სოლო ფილმში, ზამთრის ჯარისკაცში თქვა. ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ სიტყვებს, რადგან შესაძლოა მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს მთლიანად ფილმის გადმოსახედიდან. პეგი ამბობს, რომ ზოგჯერ ყველაზე კარგი რამ, რის გაკეთება შეგვიძლია, არის ის, რომ თავიდან დავიწყოთ ყველაფერი. შესაბამისად, თუ ამ სიტყვებს საბოლოო ეტაპის კუთხიდან შევხედავთ, შესაძლოა ეს ნიშნავდეს, რომ შურისმაძიებლები დროის ხაზს და სხვა მოვლენებს ხელახლა დაწერენ. I saw all these people die. I keep telling everybody they should move on. Some do, but not us. შემდეგ ჩვენ ვხედავთ თორს, მისი პირველი ფილმის კადრებს და ასევე კადრებს უსასრულობის ომიდანაც. ჩვენ გვესმის თორის სიტყვები, რაც ცხადია ეხება დაღუპულ ადამიანებს უსასრულობის ომში. უსასრულობის ომის ბოლოს დახოცილი პერსონაჟების შემდეგ ჩვენ გვესმის სტივ როჯერსის სიტყვები, სადაც ის ლაპარაკობს იმაზე, რაზეც მან 30 წამიან ტრეილერში დაიწყო საუბარი, რომ ზოგი ადამიანი გზას აგრძელებს, მაგრამ არა ჩვენო. ამ მომენტში ჩვენ ვხედავთ ნატაშას, სტივსა და ბრიუს ბენერს, რომლებიც სავარაუდოდ ერთ ოთახში იმყოფებიან. სტივი აქ მართალია იღიმის, მაგრამ დიდი ალბათობით ეს სიმჭრის ხიმილი უფროა ვიდრე სხვა ნებისმიერი რამე. Even if there's a small chance, we owe this to
everyone who's not in this room to try. We will. ეს კადრები ახლა უკვე მთლიანად ახალი მომენტებითაა სავსე და ჩვენ ხედავთ დაბნეულ Scott Lang-ს. ჩვენ არ ვიცით როგორ გამოახსოვს იგი კვანტური რეალობიდან. არ ამდენი ხნით იქნება იგი გამომწყვდეული. თუმცა ფაქტია, მან არ იცის მოსპობის შესახებ და ამიტომაცაა ასე გაკვირვებული, როცა ხედავს ყველა ამ დააკარგული ხალხისთვის შექმნილ განცხადებებს ამ ბოდზე. ნატაშას სიტყვებთან ერთად ჩვენ ხედავთ შურისმაძიებლების ახალ ქვინჯეს და ჩნდება შთაბეჭდილება, რომ კლინტისა და ნატაშას ეს სცენა სწორედ ამ ხომალდზე მიმდინარეობს. მაგრამ დიდხნიანი დაკვირვების შემდეგ მივხვდი, რომ ეს გახლავთ ბენოტავრი, გალაქტიკის მცველების ხომალდი და შესაბამისად ეს სცენა იქნება მას შემდეგ, რაც ტონი სტარკი და ნებულა დაბრუნდებიან დედამიწაზე. ამ კადრში მოხვდება სცენა, სადაც ვხედავთ კლინტს, რომელიც გახლავთ თავის მისიაზე და ვხედავთ ასევე რაღაც აფეთქებებსაც. საინტერესოა რა შეიძლება იყოს ეს ადგილი, მაგრამ სამწუხაროდ ფილმის პრემიერამდე ამის გამოსვლობა ძალიან რთული იქნება. აქ ვხედავთ როკეტს, რომელიც ახლა როუდის მხარზეა მოკალათებული. როკეტის ფორმა ისეთივეა, როგორც ჩვენის ვნახეთ წინა ტიზერში. აი როუდის ჯავშანი კი კიდევ უფრო დახვეწილია და განსხვავდება იმ ჯავშნით, რომელიც მას ეცვა ამ კადრში და ტრეილერის ბოლოს. ნატაშა ამბობს, რომ სულ მცირე შანსის შემთხვევაშიც უნდა ვცადოთ ამ ყველაფრის გამოსწორებაო. მის სიტყვებს კი მოჰყვება სტივის სიტყვებით, სადაც ის ამბობს, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ, სადაც არ უნდა დაგვიჯდეს. დიდი ალბათობით ეს ორი დიალოგი სხვადასხვა სცენის ნაწილია, თუმცა თავის სათქმელს კარგად ამბობს ორივე მათგანი. Whatever it takes. Whatever it takes. Whatever it takes. აქ ჩვენ ხედავთ Scott-ს, ეს სავარაუდოდ იგივე სცენის ნაწილია, რომელიც ვიხილეთ წინა ტიზერში, სადაც ის და როუდი ემზადებიან ბრძოლისთვის. ჩვენ ხედავთ თოს, რომელიც დიდი ალბათობით ემზადება რაღაცისთვის, თუმცა ბრძოლაში ჯერჯერობით არაა ჩართული. მის კაცს მოხვდება ნებულა, რომელიც ძალზე გავრაზებულია და სავარაუდოდ ვიღაცას უპირისპირდება. შემდეგ ჩანს ქორის თვალა ისევ თავისი მისიიდან, რასაც მოხვდება ნატაშას კადრი, რომელიც უკვე ვნახეთ წინა ტიზერში. ამ კადრებს კი თან ახლავს სხვადასხვა ორიგინალი შურისმაძიებლების სიტყვები, სადაც ისინი კაპიტანის სიტყვებს იმეორებენ და ამბობენ, რადგან არ უნდა დაგვიჯდეს. ამის შემდეგ ვხედავ სტივ როჯერსის იმ კადრს, რომელიც უკვე ვნახეთ 30 წამიან ტიზერში, რომელსაც მოხვდება გაგრძელება, სადაც ჩვენ ვხედავთ კაპიტანს, რომელიც რაღაცისთვის ემზადება. ისიც გაბრაზებული ჩანს ნებულას მსგავსად და ასევე ჩანს იმავე სიტუაციაში, რომელშიც ნებულა იყო რამდენიმე კადრით ადრე. მას შემდეგ მოხვდება ჭიანჭველის ზომის Scott-ის მომენტები, სადაც იგი ასევე ცდილობს გაექცეს აფეთქებას. ახლა კი დროა ვისაუბროთ ტრეილერის მთავარ მომენტებზე. Whatever it takes. ტონის კადრისა და სიტყვების შემდეგ, სადაც ის ამბობს იგივე სიტყვებს, სადაც სხვა პერსონაჟები, რადგან არ უნდა დაგვიჯდეს. ჩვენ ვხედავთ იმ კადრის ახალ ვერსიას, რომელიც უკვე ვნახეთ როგორც პირველ ტრეილერში, ისე 30 წამიან ტიზერში. ამჯერად კი ჩვენს გმირებს ახალი სტილის კოსტიუმები აქვთ, რომლებიც სავარაუდოდ კვანტურ რეალობაში სამოგზაუროდ არიან შექმნილები, გამომდინარე მათ მხრებზე მოთავსებული პიმის ნაწილაკების შემცველი კაფსულებიდან. მაგრამ ამ კადრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ ის მომენტი, რომელშიც ვხედავთ ტონი სტარკსა და ნებულას, რაც ადასტურებს იმას, რომ ისინი მართლაც ახერხებენ დედამიწაზე დაბრუნებას. ამ კადრებისთვის ცალკე თეორიის ვიდეოს სამზადებ, შესაბამისად ახლა არ ვისაუბრებ მათზე ძალიან ბევრს. ამ ყველაფერს მოხვდება შურისმაძიებლების როგო, რომელსაც თან ახლავს შურისმაძიებლების საუნდტრეკის ოდნავ შეცვლილი ვერსია. I like this one. ბოლოს კი ჩვენ ვხედავთ კეროლ დენვერსისა და თორის პირველ შეხვედრას, რაც უნდა ვაღიაროთ, რომ ძალზე ეფექტურია. ამ მომენტზეც უკვე მაქვს ახალი თეორია და დაელოდეთ მის პრემიერას სულ მალე. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ერთი კითხვა მაინც მრჩება. თუ სად არის თანოსი? დაწერეთ თქვენი მოსაზრებები და სხვა აზრები ამ თემასთან დაკავშირებით ქვემოთ კომენტარებში და კითხვების უმეტესობას შევეცდები მალევე ვუპასუხო. გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ მოგიწონათ ეს ვიდეო და დაელოდეთ ჩვენს ახალ ვიდეოებსაც. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და სულ მალე გნახავთ ყველას ახალი ვიდეოთი.